Skida? Es una cabeza, Deda, შემწვარი კვერცხი გინდა თუ ფაფა? კაი. როცა მოგინდება, მერე მითხარ. როცა არ უნდა, არ ვაწერებ. ტყუილო. მე სხვათა შორის თერმის კვერცხი უფრო მიყვარს მაღაზიაში, რაც იყიდება, ვიდრე სოფლის. იმიტომ რომ იმას არ აქვს იქ მძაფრი გემო, ამას შემთვის ძალიან მძაფრი გემო აქვს. მაგრამ იმიტომ ჭამრონ ვახარებ, უბრალოდ ეს არის ბოლო როცა არის ჭამი, თორე ისე მე გემოთი ის უფრო მეტად მომწონს. დაბა დაწერეთ თქვენ რომელი ხართ ესე ჩემსავით თუ ხართ.
და ხო დაუძახევას. ხო მითხრა არ ვიცი. ეხლა ჩემსაც რომ მივიტან და დავიწყო ჭამას მეტყვის მინდაო. მაიმუნი ბასია. ეს ის საკუნა თავიყოთ ესეთი აი. პატარა. ეს აქ არის. მივირთვალ სამყარო შემობიარო. ერია წამისვლა და იცით როგორ მაგერი გადაჭიმული რაღაცნაირად. აქ შავისხი. როცა არ ხარ მიჩვეული. ეს რამდენი ხარია მაგ? ვიტამინიანია და არ ვხმარობ. ისევე როგორც ისა, ვიგან დამცავი. რამდენი ხარია. რამზე გოგოაძა. არ შეიძლება ეგრე. აჰა. ეს ისე. და ამისგან დამცავი წავისო. აი ხა თქვენთან ერთად ვისვა, ერთხელ მაქვს სულ წასვლილი. ეს უნდა გადავიყვანო რუტინაში, ვერაფრით ვერ მომახერხე. იმ დღეებშიც კი, როდესაც სახლიდან არ აი ვერაფრით ვერ გადავიყვანე ეს რუტინაში და ეხლა როგორღაც უნდა გადავიყვანო. არ შეიძლება ხა ასეთი აღარ მაპატიებს და მე ფილერები არ შეიძლება ჩემთვის, იმიტომ რომ მე მაქვს სახე რომელიც ვიძრეკილია დასიებისკენ. ხო და ფილერი კიდე თვითონ იზიდავს წყალს და მე რო სახეში ფილერები შევიყო, ანუ კიდე უფრო დასიებისკენ წავა ჩემი სახე და სრულიად საშინელება იქნება. ხო და ამიტომ და აქედან გამომდინარე მე გამჭირდება. და მაქსიმალურად უნდა მოვუარო და უნდა მოვუარო შიგნიდან. არა გარედან რა წავიდღლიბნა, არამედ შიგნიდან ყველაზე მთავარი მოვა ეგ არის. რას ჭამ და რას სვა, ეგ გამშოვებული და რამდენს. თი ამას დამიხედით რა ასაც ის. ჩემი ლამაზი. ვინც მიირთმევთ, გემღიევად მიირთვით. ყველას შეგვერგოს. ვიცი რომ ბევრს არ უყვარს გული, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. ახალი წლის მერე ხალხო. აი ეს მენატრებოდა, აი ეს. შემწვარი კვერცხი. გამგიტუნიათ. აბა მოგესალმებით წყვილებოდა. როგორც იქნა ისე ვიგრძენი ჩემში სიმშვიდე და მინდა რომ გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რაც მე მივიღე, ვისწავლე და ცოდნა, რომელიც გამოვიტანე იმ სიტუაციიდან კონკრეტულად მე ზოგადად ცხოვრებაში და მინდა რომ იმ ადამიანებს, ვინც ჩემნაირები არიან, დავეხმარო ჩემი გამოცდილების გაზიარებით, რომ თუ
თუ მაგალითად გაითვალისწინებენ, ანუ მე არავინ არ მყავდა, ვინც ამას მეტყავდა და თუ მაგალითად ვინმე ამას გაითვალისწინებს და ვინმეს ეს გამოადგება, ტუჩის ბალზამი აქ არ მაქვს, ჩემთვის ეს იქნება ძალიან სასიამოვნო და ვიფიქრებ, რომ სასარგებლო რამ გავაკეთე, რასაც ხშირად ვაკეთებ ხოლმე და ძალიან მიყვარს, მოიცა ფარგლებს გადავწევ. რომ უფრო კარგად დამინახოთ, ბებია, რატომ გაქვს ასე დიდი თვალებიო, ხო იცით? მოკლედ, ესე იგი, მე ვარ ორი რაღაცა არის ჩემში ნაერთი. ერთი არის სამი ალბათ, ნუ მეტი, მაგრამ მინიმუმი რო ავწეროთ. ერთი არის ის, რომ ADHD მაქვს და ადამიანებისთვის ვისაც აქვს ADHD თავისი სტრუქტურის დარღვევა იწვევს ძალიან დიდ შინაგან ქაოსს. და ეს მოითხოვს ძალიან ბევრ ენერგიას, რომ შენ დარჩე ფეხზე და ქმედით უნარიანი. ამასთანავე ვარ მე დედა, ბავშვის, რომელსაც ემოციურად, ანუ მე უნდა ვიყო მისი ღუზა ემოციურად და როცა მე კარგად ვარ, ისიც კარგად არის. ამ შემთხვევაში ევას გულისხმობ, თორნიკე და ანდრია უკვე გაიზარდნენ და თავისი ღუზა აქვთ უკვე. ხო, მერე მაქვს სამსახური, რომელსაც აქაც ემოციური ჩართულობაა საჭირო, ნუ ოჯახის წევრებთან, ჩემს მარათონში და ანუ ჩემს საკუთარ თავთანაც, რა თქმა უნდა. ასევე ძალიან ინტროვერტი ადამიანი ვარ და მჭირდება დრო, რომ აღვდგე და გარდა იმისა, რომ ინტროვერტი ვარ, ADHD მაქვს და ADHD მქონე ადამიანებს მჭირდებათ უფრო მეტი დრო, რომ აღვდგნენ. ანუ ეს ორი რამე მაქვს ერთად. პლიუს ახლა კიდე დამატებული მეორე დიდი რაღაცა, მე ვარ ძალიან დიდი ემპათი. ამას აქვს ძალიან დიდი დადებითი და ძალიან დიდი უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეები ის არის, რომ შენ შეგიძლია უთანაგრძნო ადამიანს, შენ შეგიძლია წაიკითხო მისი ტკივილი, მიუხედავად იმისა, ის აზიარებს თუ არა, შეიძლება ვიღაცა უფრო მეტს აზიარებს, ვიდრე გრძნობს, ვიღაცა უფრო ნაკლებს, ვიდრე გრძნობს, მაგრამ შენ ხარ ის ტიპი, როცა ემპათი, რომელიც ამას შინაგანად კითხულობს. შენ ვერ მოგატყუებენ, შენ ამას გრძნობ. და როცა გრძნობ, რომ ადამიანს უჭირს, გინდა რომ დაეხმარო. და როცა გინდა რომ ადამიანს დაეხმარო, აი აქ ემპათთან ხდება ეგეთი რაღაცა, რომ ის ივიწყებს თავის თავს და იხსნება სხვაში და ამ დროს იშლება შინაგანად თვითონ და ამას დაამატა ADHD და შეგნით წარმოიდგინე რა ხდება. და უარყოფითი მხარე იმისი, ვინც ემპათია რა არის? სიყალბეს გრძნობ. ტყუილს გრძნობ. ანუ შენ ვერ მოგატყუებენ, შენთან ვერ ითამაშებენ. და მე ეგეთი ტიპი ვარ, ეს არ ვიცი, ალბათ ხასიათისაა, რომ სადაც გრძნობ სიყალბეს, მე იქ ვარ ცივი და უხეში. ადრე როცა პატარა ვიყავი, როცა გამომეცალა ჩემი მთავარი საყრდენი დედა, მე ვცდილობდი, ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი, ამას გაცნობიერებლად არ ვაკეთებდი, ვცდილობდი, რომ მოვრგებოდი გარემოს და ვყოფილიყავი კარგი გოგო. და მეგონა, რომ სიკარგე, რადგან ემპათი ვარ, ნიშნავს, რომ ყველას უთანაგრძნო, ყველას დაეხმარო და აი დღემდე მაქვს ის, რომ ძალიან მიჭირს ადამიანს უარი უთხრა, ძალიან მიჭირს ადამიანს საზღვრები გავატარო, მით უმეტეს ადამიანთან, რომელსაც ეს საზღვრები შეიძლება თვითონ არ ჰქონდეს. და როგორ ვარ იცი? მაქსიმალურად ვითმენ, იმიტომ რომ მგონია, რომ მე რომ ამას ვხედავ და ვგრძნობ, ყველა ხედავს და გრძნობს და თქმა არ არის საჭირო და მაგრამ როცა უკვე მიდის ეს თმენა გადის ჩემი თავის ღალატზე, მე რა ხდები უხეში. და სხვათა შორის ასე,
ძალიან ბევრი არასწორი ადამიანი ჩამომშორდა. ანუ ვისაც უნდოდა რომ ჩემი თესარგებლა, ანუ მას მერე რაც მე ჩემ თავზე ზრუნვა დავიწყე, ჩემი თავის შეყვარება დავიწყე, არასთქმა დავიწყე და ჯანსაღი საზღვრების გატარება დავიწყე, ძალიან ბევრი არასწორი ადამიანი ჩამომშორდა, რაც ძალიან კარგია, რაც დადებითად აისახა ძალიან ჩემს ცხოვრებას. ბევრი ადამიანი თვლის, რომ რაც უფრო მეტი ადამიანია შენს გარშემო, მით უფრო კარგი. არა, მე ეგრე არ ვთვლი. მე ვთვლი, რომ შენს გარშემო უნდა იყოს ნახტი ადამიანები, ან არ უნდა იყოს არავინ, იმიტომ რომ როცა შენ გაგიჭირდება, ვინც შენთან არ აღმოჩნდება, ანუ როცა თვითონ გაუჭირდება შენთან აღმოჩნდება, მაგრამ როცა შენ გაგიჭირდება და შენთან არ აღმოჩნდება და შენ გაგიხარდება და შენთან მაშინაც არ აღმოჩნდება ადამიანი. მე ვერ ხვდები რატო უნდა დავხარჯოთ რო აქ. და აღარ ვხარჯავ. და ეს ჩემს ცხოვრებას ძალიან დადებითად აისახა, იმიტომ რომ მითხრეს რომ ცუდი ვარ, მითხრეს რომ ჩემზე სხვა წარმოდგენა ქონდათ და ჩამომშორდნენ წლების განმავლობაში ეგეთი ადამიანები, აი როგორც ყვავის რო ცვივა და მჭკნარი ფურცლები, აი ესე ჩამომშორდნენ და დარჩა მარც ნამდვილი. ანუ მე ადამიანისთვის ვარ სარკე. ვექცევი ისე, როგორც არის. როგორც მე მეკცევა არა. როგორც არის და ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი მე ვერ მიტანს. და გონიათ რომ მე ვერ მიტანენ, სიამოვნებაში იმას ვერ იტანენ, როცა ანარეკს ხედავენ თავისას. ხო და დაუბრუნდეთ ახლა ანუ ვერ იტყვი ადამიანის სათქმელს თუ არ ჩახვედი სიღრმემდე რა. ხო და იმას ვამბობ რომ როცა სრულიად განსხვავებული ადამიანები სრულიად სხვა ფასეულობებზე მდგომი ადამიანები, გარკვეული მიზეზის გამო ერთად არიან, როცა დგება მომენტი, რაც ჩემთვის არის ტრიგერული და ჩემთვის ტრიგერულია ადამიანების ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ძალიან განვიცდი ყოველთვის, მე ამ დროს ვარ ქაოსში. ანუ ერთის მხრივ ძალიან ვნერვიულობ შინაგანად, სანამ არ გავიგებ, რომ ყველაფერი კარგად არის, ეს დედაჩემის ტრავმიდან მოდის ბავშვობიდან. მეორე არის, რომ ჩემ პირად საზღვრებს კი არ ვუყურებ, ანუ ვეხმარები ადამიანებს და მესამე არის, რომ უკვე მაშინ ვჩერდები, როცა ვხედავ, რომ მე ვიშლები და ძალიან ცუდად. და მე რომ შევხედავ ამჩნევ რომ ჩემსაც ყველაფერს ხელი გავუშვი. და მე ისევ როცა ჩემსაც ყველაფერს ხელს ვკიდებ, აი აქ ხდება ხოლმე გაუგებრობები. ხო და ყველაფერი არის კარგად და ვთვლი რომ კარგად გავართვი თავი ყველაფერს, არც ჩემ თავს არ ვუღალატე, მორალურადაც ყველანაირად ჩემი თავის წინაშე სწორი ვარ და აი ამ ყველაფრის გამოვლა გამოიწვია სიმშვიდე ჩემში, რომელიც დაკარგული მქონდა. ხარა ამინდა გითხრათ თქვენ, რომ თუ თქვენ გაგზარდეს ჩვენთან ესესდიან, ხო იცით რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ ვინ ხარ, არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორი ხარ, ანუ სირცხვილია თქვა რომ შენ რაღაცა არ მოგწონს, სირცხვილია თქვა რომ შენთვის ეს მიუღებელია, სირცხვილია თქვა რომ აი ეს საზღვარი ჩემი არ უნდა დაიროს, სირცხვილია შენი თავი დაიცვა და სრულიად ყველაფერი არ გასცე. ჩვენთან ესეთი აღზრდა არის რომ როცა გთხოვენ უნდა გასცე ყველაფერი, გინდა თუ არ გინდა, იმიტომ რომ წესია. ეხლა ჩვენი თაობა ესე აღარ სდის ბავშვებს, მაგრამ ჩვენი თაობა არის სწორედ ესე გაზრდილი. და მე მინდა გითხრა შენ, თუ შენ მე მიყურებ და ვერ იცავ ხოლმე შენ პირად საზღვრებს, რომ შენ არ ხარ ცუდი ადამიანი, შენ არ ხარ გულქვა ადამიანი, შეიძლება ძალიან კეთილი, ძალიან ემპათი, შესანიშნავი ადამიანი ხარ. უბრალოდ არ იცი რეგულაცია ერთ შემთხვევაში ან შენ თავს ღალატობ და როცა შენ თავს ღალატობ და როცა შენ თავს გასცემ ერთ დღესაც შენ აღმოაჩენ რომ გასაცემი აღარაფერი აღარ გაქვს.
და იმისთვის რომ შენს ხვებს მოუტანო სარგებელი, გასაცემი უნდა დაიტოვო. ანუ შენი თავი უნდა აღადგინო, შენ თავზე უნდა ისრუნო და ეს ეგოიზმი კი არ არის, ეს არის ჯანსაღი თვითზრუნვა. იმიტომ რომ წარმოიდგინე შენში ცხოვრობს ის ბავშვი, რომელიც ოდესღაც იყავი და მასაც სჭირდება პატრონი, მასაც სჭირდება დედა. ანუ ყველა იმ შენ ემოციას, რასაც განიცდი, სჭირდება განცდა, გადახარშვა, გამკლავება. იმისთვის, რომ შენ იყო ქმედით უნარიანი, გჭირდება დრო შენ თავთან. და რაც უფრო მეტი პასუხისგებლობა გაქვს, და რაც უფრო ძლიერი ადამიანი ხარ, მით უფრო მეტი დრო გჭირდება შენ თავთან, რომ აღდგე, იცი რატო? იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გაქვს შენ თავზე აღებული, ძალიან. და როცა ასეა, აუცილებლად გჭირდება ეს დრო და თუ კი ვიღაცა იფიქრებს, რომ შენ ცუდი ხარ, ასეთი ხარ და ისეთი ხარ, ანუ ეს შენ არ გეხება. ანუ ამის გამო შენ თავს არ უღალატო. თორე თუ შენ თავს უღალატებ, შენ თავს ხო დაკარგავ და იმას, ვისაც შეიძლება დახმარებოდი ოდესღაც, იმასაც ვეღარ დაეხმარები. ამიტომ ერთადერთი გზა არის პირველ რიგში თვითზრუნვა, ხო იცით, აი თვითმფრინავი რო ვარდება და რაღაცა, როცა ბავშვი ყავს დედას, ჯერ რატო არის რეკომენდირებულიო თვითონ გაიგეთოს ნიღაბ, იმიტომ რომ ბოლომდე შეძლოს რომ ბავშვს დაეხმაროს, იმიტომ რომ თუ თავიდანვე ეს ვერ შეძლო, ანუ შეიძლება იმდენად სწრაფად გაითიშოს, რომ მე იმ ბავშვს შეიძლება კონდეს ის ჟანგბადი, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთოს, იმან თავი ვერ დაიცვა შენი დახმარების გარეშე, ხო ხდები? ანუ ექიმებიც მაგალითად როცა რაღაცა ქირურგია ან რაღაცა კეთდება, პრიორიტეტების მიხედვით აქვთ ყველაფერი დალაგებული, ხო? და ჩვენ უნდა დავაპრიორიტეტოთ ის, რომ დავიცვათ ჩვენი პირადი საზღვრები. და არ წამოვეგოთ იმ ანკესზე, რომ თუ შენ უსასრულოდ მე არ მაძლევ შენ თავს, ესე იგი შენ ცუდი ხარ და ეს არ უთხრათ ჩვენ საკუთარ თავს და ეს არ დავიჯეროთ, იმიტომ რომ ესე აღგვგზარდეს და ხშირად იმდენად არის ეს ჩადებული ჩვენში, რომ ესე გვგონია. მე მაგალითად მრავალი წლის განმავლობაში ესე მეგონა. მაგრამ ეხლა ვიცი, რომ ესე არ არის. მე ვიცი, რომ ჩემი ადამიანობით ძალიან ბევრ ამას გავაკეთებ, ჩემი ემპათიით, ჩემი სიყვარულით, ჩემი პატივისცემით ძალიან ბევრ ამას გავაკეთებ, მაგრამ უკაცრავად არის საზღვარი, რის იქითაც არ უნდა გამოვიდეს. ხო ადამიანი. ასე, იმიტომ რომ ეს მე მჭირდება და ეს ყველა ადამიანს აქვს. ეს ყველა სჭირდება. უბრალოდ ეს ყველამ არ იცის. და ძალიან ხშირად იმ ადამიანებს, ვინც ემპათები არიან, ვინც კარგი ადამიანები არიან, სწორედ მათ არ აქვთ ხოლმე ეს საზღვრები სამწუხაროდ დაწესებული და ხშირად მათ იყენებენ და მე ესეთი ადამიანები რჩებიან იმედგაცრუებული და დაცარიელებული და მე არ მინდა რომ თქვენ საოცარი ადამიანები, რომლის სულით ანათებს, დარჩეთ ცარიელი და იმათ, ვისაც დაეხმარებოდით რომ ავსებულიყავით ისევ, ვეღარ დაეხმაროთ. ამიტომ მე შემეძლო, რომ ეხლა ეს საერთოდ არ გამეზიარებინა და ჩემთვის დამეტოვებინა, მაგრამ არ შემეძლო, იმიტომ რომ ეს მე ვარ და არ შემეძლო ეს მნიშვნელოვანი რაღაცა თქვენთვის არ გამეზიარებინა. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვთვლი, რომ ამაზე დგას სამყარო. მე ვაკეთებ იმას, რაც მე შემიძლია. შენ აკეთებ იმას, რაც შენ შეგიძლია. ის აკეთებს იმას, რაც იმას შეუძლია. ეს აკეთებს იმას, რაც ამას შეუძლია და ჯამში გამოდის იდეალური ჯაჭვი. ეს მშვენიერია. თვით ღმერთმა ჩათო ეს ჩვენში. ეს მინდოდა რომ მეთქვა ჩემო ძვირფასებო თქვენთვის და ეხლა, სანამ ჩემი შვილები მოსულან და არაფერი არ დახვედრიათ სახლში, წავიდეთ და გავაკეთოთ სპაგეტი ბოლონეზე, ალა ბოლონეზე, ჩემი ვერსია. და ასევე ჩემი უდიდებულესობა, ჩემი უდიდებულესი ზებრა. ხო, დავიდეთ. მიყვარხართ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დამიკომენტარეთ და ასე დაეხმარეთ ჩემ არხს, რომ ცოტა ისევ ფეხზე წამოვდგეთ რთული პერიოდის შემდეგ. და ისიც იანვრის ჩემი მდინარე, შთაგონების მდინარე. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს თავის მიდის და მოდის. როცა საკმაოდ დიდხანს იყო წასული, მე მოდის ხოლმე. აი როგორც მდინარე ადიდება და გადმოდის ხოლმე.
და ეხლა ეგ დროა. ADHD გამარჯობა. მიყარხართ.